ნიკოლოზ ხატიაშვილი ინიციატივა ჯერ საქართველოს წევრი. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გიორგი, ეს განცხადებები რიტორიკის დონეზე რას ნიშნავს, რომ შეიძლება მართლა დაიხიონ უკან რაღაც თქვა გამჭვირვალობის განთან დაკავშირებით. ნუ ზოგადად დღევანდელი გეოპოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე არაფერი არ არის გამორიცხული, თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ დღევანდელი ეს განცხადებები უფრო პირველი დავიწყოთ იმით, რომ ესა დღეს უკვე შეიცვალა ასე ვთქვათ რიტორიკაც უფრო წვავე გახდა ევროკავშირის მიმართ და მე ვფიქრობ ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდის ახალი ასე ვთქვათ საფეხური, რომელსაც იწყებს ქართული ოცნება, ანუ ეს არის რეალურად ქართული ოცნების შიდა და პოლიტიკური მარცხი, ისინი ცდილობენ ერთი მხრივ რომ ასე ვთქვათ თავისი მარცხი დააბრალონ ევროკავშირის და რეალურად ევროკავშირს აკიდონ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ამ პროცესის შეფერხებაზე და მეორე მხრივ ცდილობენ რომ საზოგადოებაში ასე ვთქვათ ეს ანტიდასავლური ნარატივი გააძლიერონ და ევროკავშირის საკითხის აქტუალიზაცია შეამცირონ. როგორც ჩანს, ხო, ანუ დღეს კონსტიტუციაზეც იყო საუბარი და რეალურად ამ ბოლო ერთ წელიწადნახევრის განმავლობაში განხორციელებული რიტორიკიდან გამომდინარე აშკარად ჩანს, რომ კონსტიტუციის 78 მუხლი, რომელიც არის ქართული ხალხის არჩევანი, ხო, ანუ ეს სერიოზულ პრობლემებს უქმნის ქართულ ოცნებას თავის მოქმედებებში და შესაბამისად მათი სურვილი რო იყოს დარწმუნებული ვარ დღეს ალბათ ამის შესაძლებლობა რო ქონდეთ პარლამენტში გაუქმებდნენ 78 მუხლს და სხვა ტიპის ნაბიჯებს გადადგავდნენ. კი, ბატონმა პაპუაშვილმა. რეალურად ერთიანად რო შევხედოთ სურათს, ერთი მხრივ ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდა, რომ საზოგადოებაზე ასე ვთქვათ გავლენა მოახდინონ და ევროკავშირზე ევროკავშირის კონტექსტში მხარდაჭერა შეამცირონ და კრიტიკოსების და სკეპტიკოსების რაოდენობა გაძლიერონ და მეორე მხრივ შექმნა შთაბეჭდილება, რომ აი ჩვენ ვცდილობთ, ჩვენ გვინდა ევროკავშირი და მაგრამ ევროკავშირი არ გვიგვებს. ანუ ისევ და ისევ ევროკავშირისკენ პასუხისმგებლობის გადატანის ცდილობა არის, თუმცა რეალურად ნათელია ყველაფერი, რომ ეს არის ქართული ოცნების პასუხისმგებლობა დღეს რაც ხდება, რა ურთიერთობებიც გვაქვს ევროკავშირთან და გამოწვეულია იმ ნაბიჯებით, რა ნაბიჯებიც გადაიდგა ბოლო 2 წლის განმავლობაში, იმ კანონებით, იმ რეპრესიებით და იმ ნაბიჯებით, იგივე საჯარო მოხელეების გაშვებით და პატიმრებით, ხო, ანუ ერთობლიობაში ეს არის ის ნაბიჯები, რომელიც ეწინააღმდეგება ზოგადად ევროკავშირის ღირებულებებს და აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ არასრულებ იმ რეფორმებს რისი ვალდებულებაც გაქვს აღებული და იმ ღირებულებებს ეწინააღმდეგი რა ღირებულებებზეც დგას ევროკავშირი, ხო, რა თქმა უნდა ეს პროცესი გაჩერდება და სრული პასუხისმგებლობა იმ ხარისკენ წავა, ვინც გააჩერა ეს ყველაფერი, ხო, ლოგიკური არის. უბრალოდ აი ამ პროპაგანდით და დეზინფორმაციით ცდილობენ რომ გარკვეულწილად შეხვდნენ ეს ყველაფერი. ფიქრობენ რომ თუ არაფერი არ გამოვა ევროკავშირთან უზოს გაგულფრებენ წინ ვერ წავალთ, მაგრამ აქ მეორე ხელით უკვე კონდექს ნიადაგი მომზადებული რომ ევროკავშირი იყოს დისკრედიტირებული. ხო, და მე თქვა ჩვენ ვაკეთებდით ამას. მოსახლეობას გვართმევს, ასე შემდეგ. რეალურად ევროკავშირი არის სწორედ ის სივრცე, რომელიც შენ გაძლევს საშუალებას, რომ შენი სუვერენიტეტი დაიცვა და სწორედ ის ღირებულებებზე, რაზეც დღეს საუბარი არის, ხო, ანუ ქრისტიანობა, რელიგია და კულტურა, ევროკავშირი არის ადგილი, სადაც შენ გეძლევა საშუალება არათუ გამოავლინო და გაამჟღავნო და ამას რეალიზაცია მისცა, ამით გააძლიერო შენი იგივე რელიგიაც, კულტურაც და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ევროკავშირის წევრობის შემდეგ შენ გეხსნება მრავალი საშუალება იმისთვის, რომ სხვადასხვა ტიპის პროგრამა განახორციელო ისეთი, რომელიც ხელშეუწყობს ამ ყველას კულტურულ, რელიგიურ და სხვა მიმართულებების განვითარებას და თავარი აქ რაც არის ევროკავშირი და თვითონ ევროპის იდეა ხო ქრისტიანობაზე დგას, ხო, ანუ ჩვენ ვართ ქრისტიანიერი და შესაბამისად ჩვენი ევროპაში გაწევრიანების სურვილი არათუ რაღაც პოლიტიკური არჩევანი არის, ეს არის ისტორიული არჩევანი, ცივილიზაციური არჩევანი და ხალხის არჩევანი და შესაბამისად დღეს ეს გადაწყვეტილებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, ხო, ანუ რეალურად ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და მთლიანად ერის ისტორიულ არჩევანს. გასაგებია და სწორედ ამ თემას უნდა დავუბრუნდე, ანუ რასაც მოყვა პაპუაშვილის ეს განცხადება, კიდე რომ ავხსნათ მარტაკოსის განცხადება, რომელსაც თქვა, რომ ახალ წევრებს შეიძლება თავიდან ვეტოს უფლება ჰქონდეთ შეზღუდული, ანუ აქამდე ევროკავშირში მიიღება გადაწყვეტილება კონსენსუსით და ერთ-ერთად შეეძლო დაბლოკვა და ამით სარგებლობდა ორბანი მაგალითად და რაღაც სანქციებს ბლოკავდა და ასე შემდეგ. და თითქოს ამის პრევენციისთვის ეს, მაგრამ ამავე დროს იდეა ევროკავშირის ისაა, რომ ყველა თანასწორია და შენ თუ არ გექნება ვეტოს უფლება, გამოვა რომ სხვა შენზე მეტია. და შენ არ ახარ ვისი თანასწორი და აქ შეიძლება ლეგიტიმური იყოს კრიტიკა და ამიტომაც ჯერ ევროკავშირშიც მიდის ხო დებატები ამ თემაზე და მოდი ეს ავხსნათ. კაი, და დავიწყოთ ეკიდან რომ
ის რაზეც დააფუძნა ბატონობა პაპუაშვილმა თავისი ეს რაღაც კილომეტრიანი ბრიფინგი იყო თუ წერილი იყო თუ რაც იყო. ჯერ წერილი იყო და ვერ ბრიფინგი. ხო, სინამდვილეში ეს არის ტყუილი ინფორმაცია. ანუ თავიდან ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, მარტაკოსმა განაცხადა, რომ ახალ წევრებს შეეზღუდებათ რაღაცა, მსგავსი რამე არ ვთქვას, თქვა რომ განიხილება ეს ამბავი იდეა, რომ ვეტოს ბოროტად გამოყენების პრობლემა არის ევროკავშირში და შესაბამისად ამის გადაწყვეტაზე იხილება ბევრი სხვადასხვა ვარიანტი. ნუ ბუნებრივიც არის, ხო, რეალურად ჩვენ ვნახეთ, რომ კონკრეტულად უნგრეთი აკეთებდა ამას წლების განმავლობაში, რომ ის ბოროტად იყენებდა ვეტოს და აფერხებდა საბოტაჟის მდგომარეობაში იყო ფაქტობრივად ევროკავშირთან მიმართებაში, რაღაც პერიოდში პოლონეთი აკეთებდა მაგას, მანამდე რამოდენიმე პატარა ქვეყანასაც აქვს გამოყენებული ანუ ბოროტად ვეტო და შესაბამისად ევროკავშირი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რაღაცა ანუ მმართველობის ფორმა არის შესაძლებელი იმისთვის, რომ ქვეყანამ ერთმა ან ორმა ან ზოგადად ამაზე არის აქ ლაპარაკი. არა, ნახე გიორგი, შეცვლი გადაწყვეტილების მიღების წესი და იტყვი რომ მაგალითად კონსენსუსი კი არ არის საჭირო. მაგალითად არის კონსენსუს -1 ან 2/3 არის. სხვა საკითხი ეს ყველაზე ვრცელდება. ხო, იქ შეიძლება ის -1 აღმოჩნდეს გერმანია ან საფრანგეთი, მაგრამ აქ თაობარი იყო რომ კონკრეტულ ქვეყნებს ჩამოერთვათ. არა, სად იყო ეგეთი ანუ მიიღო ევროკავშირმა ეგეთი გადაწყვეტილება იდეის დონეზე გასაგებია რომ შეიძლება იყოს რამე, მაგრამ დავასრულებ იდეას. ანუ უბრალოდ რატო არის ეს ყველაფერი? პაპუაშვილის გარდა რომელიმე წევრმა სახელმწიფომ რამე განცხადება გააკეთა? პაპუაშვილი თქვა რომ უკრაინელების წინააღმდეგი არიან, მე არ მინახავს, მაგრამ თვითონ ასე. ანუ დღეს ან გუშინ ან რა ვიგინახავს, ანუ არც ყველა ბევრ ქვეყანას ეხება ეგ ამბავი, თუ ეგრე არის, ეგრე არ არის და მაგიტო გეუნები. მაშინ ყველა გააკეთებდა განცხადებას და გამოვიდა და იტყოდა რომ რას ნიშნავს, კაცო, მე ვეტოს უფლება მქონდეს საფრანგეთს და მე არ მქონდეს? ან რამდენი ხანი არ უნდა მქონდეს ეს გაწევრიანების პერიოდშია, იმიტომ რომ აქ ლაპარაკი იყო რომ დროებით, ახალ წევრებს, ანუ ახალ წევრებზე იყო დროებით. იმიტომ რომ წევრობის სხვადასხვა ვარიანტებსაც იხილავენ, უკრაინისთვის იქ სპეციალური ვარიანტი იხილება, ასოცირებული წევრობის, დროზე ადრე, ანუ წევრის სანამ გახდები მანამდე რაღაცა სიკეთეების მიღების ვარიანტი. ამიტომ ეგ კომპლექსური რაღაცაა მერავდა. ანუ კონტექსტიდან ამოგლეჯილია ეგრე რომ თითქოს ახლა ახალი ვინც გაწევრიანდება, იმას ვეტოს უფლებას ჩამოვართმევენ, უბრალოდ ამათმა გამოიყენეს ეგ ყველაფერი და ამის კიდევ ერთი ყველაზე კაი დასტური არის იმისა, რომ სხვა რომელიმე ქვეყნის, ასე ვთქვათ, პირველი ან მეორე პირი რომ გამოსულიყო და ამაზე ბრიფინგი დაენიშნა და ერთი ამბავი აეტეხა, კაი, ვიტყოდი რომ კარგი, ამათ რაღაც ლეგიტიმური ამბავი აქვს, მაგრამ ბიჭო, შენ საერთოდ აღარ გეხება ეგ ამბავი, იმიტომ რომ რეალურად ხარ მაჩანჩალა და საერთოდ მოხვდები თუ არ მოხვდები ევროკავშირში, საერთოდ კითხვის ნიშანია. და ის ქვეყნები, რომლებიც ერთნაბიჯში არიან ევროკავშირთან, მაგალითად, თუ ვინმეს უნდა მაგაზე ამბავი აეტეხა, იყო მონტენეგრო, ხო? მონტენეგრო დაახლოებით წელიწად ნახევარში გახდება ევროკავშირის წევრი. მერე მოდის ალბანეთი და მერე მოდის ბოსნია-ჰერცეგოვინა. ანუ თუ ეს ქვეყნები არ რეაგირებენ ამ რაღაცაზე და შენ რეაგირებ რატომღაც, ესე იგი რაღაცა ვერ არის, ხო აქ ამბავი და არა ჩვეულებრივი დეзინფორმაციაა, სინამდვილეში მეტი არაფერი და ამ ყველაფერს იყენებენ აი შიდა მოხმარებისთვის და ასევე ევროკავშირთან ვითარების გასართულებლად. რეალურად აქ უფრო მე ცოტა სხვანაირად ხედავ ამ პროცესს. ეს გადაწყვეტილებები შესაძლოა იმისკენ იყოს მიმართული, რომ აი ჩვენნაირ ქვეყნებს, იგივე მოლდოვასნაირ ქვეყნებს და სხვა ქვეყნებს, ვისაც სურვილთ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ანუ უფრო გაუმარტივდეთ ეს პროცესი, დაჩქარდეს ეს პროცესი, რომ არ დაბლოკონ მათი გაწევრიანება. ხო, არა, ეგ არის ახლა მაგალითად თუ თქვათ დროებით შენ არ გახდი ევროკავშირის წევრი, მაგრამ ჯერ არ გაქვს ეს ვეტოს უფლება, შეიძლება იმიტომ იყოს მარტივად ათანხმდება შენს წევრობას. ხო, ეგეც არის და მეორე ფაქტორი არის, შეიძლება შენ ბოლომდე მზად არ იყო და შენი თქვათ იგივე მართლმსაჯულების დემოკრატიული სისტემა და ის ღირებულებითი და რეფორმების ასე ვთქვათ ერთობლიობა ბოლომდე არ იყოს ევროკავშირის სტანდარტების დონეს, მაგრამ მაინც გაძლევს შანსს, რომ შემოხვიდე ევროკავშირში და როდესაც შენ ყველაფერს გამოასწორებ, უკვე ვეტოს უფლებასაც მოგცემენ. უბრალოდ ეს რაღაც ინტეგრაციული პროცესის როგორ ვთქვა, დივერსიფიცირება არის იმისთვის, რომ ქვეყნებს გაუადვილდეთ ევროკავშირში ინტეგრაცია და უფრო მალე გახდნენ, თქვათ, წევრები, ვიდრე ეს გეგმით იყო
გათვლილი და სწორედ ეს მოლაპარაკებების გახსნის პერიოდშიც ეს ალბათ უფრო კარგად გამოჩნდება და შესაძლოა აი ეს სწორედ აქეთკენ იყოს მიმართული. მთავარი არსი არის ის, რომ ზოგადად ევროკავშირის რეფორმირებაზე წელიწადზე მეტი არის საუბარი, ეს არ არის დღეს კი იყო ამაზე განცხადება, მაგრამ ეს ამაზე საუბარი დაიწყო დაახლოებით 1 წლის წინ ზუსტად აი აღნიშნეთ თქვენს უნგრეთის кейსი, ამან გამოიწვია ეს პროცესი და მაშინ მივხვდა ევროკავშირი რაღაც რეფორმირება ჭირდება. ეხლა ზოგადად ისტორია გვაჩვენებს, რომ იგივე საერთაშორისო ორგანიზაციები, იგივე თქვათ სხვადასხვა ტიპის გაერთიანებები დროთა განმავლობაში საჭიროებენ გარკვეულ ასე ვთქვათ რეფორმირებას, აი გაეროს მაგალითი რო ავიღოთ, ხა არასწორია გაეროს და ევროკავშირის შედარება, იმიტომ რომ განსხვავებული ტიპის გაერთიანება ორივე, მაგრამ გაეროში ჩვენ ხედავთ როგორი ეფექტური იყო მაგალითად 40-იან, 50-იან და 60-იან წლებში და როგორი ეფექტური არის დღეს. ხო, ანუ აქაც საჭიროება გაჩნდა, რომ მოხდეს იგივე გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირება. ევროკავშირის კონტექსტშიც, როდესაც ევროკავშირი წააწყდა გარკვეულ პრობლემებს უნგრეთის სახით, რა თქმა უნდა ეს პრობლემა აღარ დგას დღის წესრიგში, თუმცა ეს პრეცედენტი რომ დაიშვა უკვე, ხო, ანუ დაიბადა და რეალური მოთხოვნა იმისა, რომ რაღაცები გადაიხედოს, რომ მომავალში თავიდან იქნეს აცილებული ასეთი პრეცედენტები და ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, ეს არის ცოცხალი პროცესი და აქედან რაიმე სახის ასე ვთქვათ პრობლემის შექმნა და იგივე შედარება საბჭოთა კავშირთან, რასაც ვისმენთ ჩვენ ბოლო კვირაების განმავლობაში არის არასწორი. აქამდე ადარებდა ხო ხოლმე საბჭოთა კავშირზე. ეს დაწერა პაპუაშვილმა, რომ ევროკავშირი თანაბარ უფლებებზე და თანასწორობაზე არის დაფუძნებული, ასე შემდეგ. ანუ აღმოაჩინა, რომ საბჭოთა კავშირი არ ყოფილა. ხო, ანუ უბრალოდ ლოგიკაში არჩდება, საბჭოთა კავშირი იყო ტოტალიტარული რეჟიმი, საქართველოს იყო ოკუპირებული საბჭოთა კავშირის მიერ და ჩვენი ხალხის ნების წინააღმდეგ ვიყავით საბჭოთა კავშირის წევრები და ევროკავშირი პირიქით ჩვენი სურვილი არის, რომ გავწევრიანდეთ და ევროკავშირი პირიქით შენ გაძლევს სივრცეს იმისთვის, რომ შენ იყო მაქსიმალურად დამოუკიდებელი და რეალური სუვერენიტეტი მიიღო სწორედ ევროკავშირში და ევროკავშირი არის გარანტი, რომ დაცული იქნება შენი სუვერენიტეტი და ასე შემდეგ და აქედან გამომდინარე, ხო, ეს საბჭოთა კავშირთან შედარება არანაირ ლოგიკურ ჩარჩოში არ ჯდება. ხო, კიდე პროპაგანდისტული ხერხია, ხო? და რატო არის კიდე აუცილებელი ამ ყველაფრის შეცვლა, იმიტომ რომ ევროკავშირი ანუ სწრაფად გაიზარდა, ხო, რაღაც მომენტის შემდეგ, ხა, როდესაც ჯერ 6 წევრი იყო, მერე 9 წევრი და ასე შემდეგ, მერე 16, მერე რაღაცა, იქ მარტივი იყო კონსენსუსის მიღწევა. მაგრამ ეხლა 27 წევრია და შეიძლება 27 მეტი პრინციპი კი გასაგებია. ეს ერთი. მეორე ამბავი არის რუსეთის საკითხი, ხო? ანუ უნგრეთის მაგალითს ევროკავშირმა დაინახა, რომ რუსეთი ახერხებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დაბლოკვას, ხო, იგივე ევროკავშირის წევრი ქვეყნების დახმარებით. ხო, და შესაბამისად ხა ამას რაღაც პასუხი უნდა გასცე, ხო, შენ მუდმივად ხო ვერ იქნები გაჭედილ მდგომარეობაში. და ამაზე არის აქ ლაპარაკი საბოლოო ჯამში და სხვადასხვა ფორმებით მიდის იმაზე მსჯელობა იმასაც რომ ეს შეიცვალოს, ამასაც კონსენსუსი ჭირდება, ასე რომ ესე მარტივად შეიძლება ვერც მოხდეს. ხო? მე ერთ რაღაცას დავამატებდი, რომ ეხლა ჩვენ რეალურად გვაქვს უნიკალური შანსი, შესაძლებლობის ფანჯარა, რომ შემდეგი გაფართოების ტალღა, როდესაც იქნება ევროკავშირი, ამ ტალღაში მოხდეს. ჩვენ თუ ეს შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით, მე დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ფაქტობრივად გაშვებული გვაქვს, არა? ჯერ კიდე და უკრაინა წავიდნენ. ბოლომდე არ არის დაკარგული ყველაფერი, ჯერ კიდევ არის შანსი, რომ იგივე სომხეთთან ერთად შევახდეთ ამ ნავს, იმიტომ რომ სომხეთში ძალიან ინტენსიური პროცესი მიმდინარეობს ევროინტეგრაციის და დიდი პოტენციალი არსებობს, რომ წინ წავიდეს სომხეთი. მაგრამ ჩვენ თუ საბოლოოდ დავკარგავთ ამ შესაძლებლობას, ხო, ანუ ევროკავშირი ამ გაფართოების შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლოა 10-15 წელი აღარ გაფართოვდეს და ეგ აი გამეთანხმებით ალბათ რა მაგაში, რომ ეს არის ასე თქო ჩვენი ბოლო შანსი ევროკავშირში ინტეგრაციის. მე ჩვენ თუ დავკარგეთ ეს შესაძლებლობა, ხო, ანუ შეიძლება 10-20 წელიც პერსპექტივა აღარ იყოს მაგის სიმპტომის ისტორია. კიდე მათი პროპაგანდა, რასაც აჯერებს ხალხს, არის ეს არის სატყუ არა არავინ მიიღებს უკრაინას და მოლდოვას და საქართველოსაც ეს უბრალოდ ჩამოგვიკიდეს სატყუ არა წინ რომ რაღაცა ის იყო და ჩვენ არა როგორც ნატოს კარი ღია არის ამდენი ხანი და ეს ამასა პროპაგანდას აკეთებენ და ეხლა თუ უკრაინა და მოლდოვა მიიღეს ეს ჩამოიშლება ეგრევე ეს ხო ანუ ეგეც არის ჩამოიშლება დაგვიანდება მე ანუ მაგას სომხეთის კონტექსტზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ რომ
1924 წლიდან ეს ქართული ოცნების რიტორიკა იყო ომსა და მშვიდობას შორის არჩევნის გაკეთება და სომხეთზე თან დაახლოებით ანალოგიური რიტორიკა იყო, რომ თუ თქვათ სომხეთში გაიმარჯვებოდა ფაშინიანი, მაშინ დაიწყებოდა ომი, ხო? ჩვენ ხედავთ გაიმარჯვა ფაშინიანმა და მე ნაკლებად არ ამგონია, რომ მან რაიმე სახის ომი დაგწოს და ესეც ხა ფაშინიანის სომხეთში ზოგადად მშვიდობის ხელშეწყობა და მშვიდობიანი პროცესის წარმართვა მნიშვნელოვნად შეასუსტებს უკვე აქ ომსა და მშვიდობას შორის არსებულ ამ დეზინფორმაციულ, ასე ვთქვათ, ტალღას და აქედან გამომდინარე ეს პროცესები ურთიერთდაკავშირებული არის და უნდა მაქსიმალურად გამოვიყენოთ. იმიტომ რომ ტენდენცია ჩანს ასეთი, რომ რაც უფრო უახლოვდებით ევროკავშირს ხოლმე და რაც წარმატება გვაქვს, მე თავრობის მხრიდან ჩვენ ხედავთ რაღაც კონკრეტულ ნაბიჯს, რომელიც უკვე ამხობს რა. იგივე იყო მაგალითად, როდესაც კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭეს და უკვე რეალურად იმის კენ მივდიოდით, რომ მოლაპარაკებები გახსნილიყო და სიგნალებიც იყო ევროკავშირისგან, რომ ეს მოლაპარაკებები გაიხსნებოდა დიდი ალბათობით, ხო, მაშინ მოხდა ეს განცხადება და მდინარაზე გაიმეორა კიდევ ის ადრე რო წერდნენ, ის წერდა შათირიშვილი ვიღაცები და ეხლა ერთ-ერთ ეთეში მამოდერაძე რომ ესო კანდიდატის სტატუსის მონიჭება ომის მერე და რაღაცებიო ჩვენს დასახელად მოიგონოს სპეციალურად. ანუ მათ ჯერათ რომ ეს ომის მერე კანდიდატის სტატუსი იმიტომ შემოგთავაზეს მოლდოვას, უკრაინას და საქართველოს, რომ საქართველოს ამით დაესაჯათ უნდა რომ იმას მისცემდნენ მოლდოვას და უკრაინას, საქართველოს არ მისცემდნენ, აქ მე რევოლუცია მოხდებოდა და რაღაცა ანუ ამ თეორიებში არიან. ძალიან სამწუხაროდ ეს სიკეთე კი არ იყო ისა რა ქვია ტრიუკი როგორც ივანიშვილს უყვარს ლაპარაკი. ხო, ანუ აქ პრობლემა არის ასევე იმაში, რომ ჩვენთვის მოლაპარაკებები რომ გახსნილიყო უკვე ჩვენ აქედან მივიღებდით ძალიან დიდ სარგებლოს. ეხლა გასაგებია ევროკავშირის წევრი რო ხდები, სწორედ აღნიშნეთ, რომ მან ძალიან ბევრი სიკეთე მოდის, მაგრამ უშუალოდ მოლაპარაკებების პროცესი და ხო, როდესაც ევროკავშირი ცდილობს, რომ ამ კლასტერებისში არსებული ვალდებულებები შეასრულო, ისე ფინანსურათაც და სხვა მხრივათაც გეხმარება და უკვე აქედან ამ პროცესისგანაც უკვე სარგებელი გაქვს, რომელსაც თითოეული ადამიანი ღებულობს და უშუალოდ თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს ევროკავშირში წავალთვა და ასე შემდეგ, ხო, ანუ ეს კი ყველაფერი კარგია, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ იმ დონემდე მივიღავთ ცხოვრების დონემდე, რომ იმის საჭიროებაც შეიძლება არ გაგვიქცეს, რომ იგივე სამედიცინო დახმარების მისაღებად წავიდეთ საფრანგეთში, ან სასწავლებლად წავიდეთ უცხოურ უნივერსიტეტში, შენი რეფორმებიდან თუ მიუახლოვდი რეალურად ევროკავშირს და ის სტანდარტები დაამკვიდრე, რა სტანდარტებიც ევროპაშია, ხო, აღარ იქნება იმის საჭიროება, რომ ხალხი გავიდეს ქვეყნიდან და ესეც დადებითად იმოქმედდეს იგივე მიგრაციულ საკითხებზე. ანუ ერთობლივად ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ყველაფერს კარგავთ ჩვენ დღეს. კი, რა თქმა უნდა. ხო, აბსოლუტურად გეთანხმები იმაში, რომ ანუ ეს პროცესი მეორე მხარეც აქვს, ამას ანუ საქართველოს ვალდებული გახდებოდა ისეთი რაღაცები შეესრულებინა, რაც აუცილებლად გამოიწვევდა ცხოვრების დონის ამაღლებას და გაუკეთესებას ქვეყანაში. მაგრამ კი რისი თქმა მინდა, კი აი მე ასე ვთქვათ, მედიანად სომხეთთან ერთად კალათაში მოხვედრის ამბავში არ ვიქნებოდი და რატომ? კი, სომხეთი სწრაფად მოძრაობს ევროკავშირისკენ და ჩვენ ვნახეთ ეს ყველაფერი, მაგრამ სინამდვილეში რომ შევხედოთ, სომხეთს ჯერ ევროპული პერსპექტივა არ აქვს. ეს კაცრად უნდა ამას შევხედოთ ესე. ჩემი აზრით 5 წელი დაჭირდება დაახლოებით სომხეთს იმისთვის რომ ან ევროპული პერსპექტივა მიიღოს, ან კანდიდატის სტატუსი. რაღაც ან ჯერ ერთი და მერე მეორე, ან ორივე ერთად. ამ და სომხეთთან ძალიან გვიანი. თუმცა გეოპოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, იგივე მე არ გამორიცხავ, რომ ჩვენ რო ყოფილიყავით ხამოცემულობაში, ჩვენ რო ყოფილიყავით, აი ის ხაზი გაგვეგრძელებინა, რაც წლების განმავლობაში ჰქონდა და უკრაინაზე და მოლდოვაზე რეალურად წინ ყოფილიყავით და ჩვენი გაწევრიანების საკითხი დამდგარიყო და სომხეთიც, ასე ვთქვათ, გვერდში ყოლო და შესაძლოა გეოპოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, სომხეთიც გაეწევრიანებინა და ავანსად, როგორც აი იმიტომ რომ ავანსად მე რთულად ხდება და ამაგეს ხსნი რაღაცა მექანიზმი ისეთი მიეცათ, რაც იქნებოდა რატო არის ეგ იდეა, მანუს ეგ არის ბოლო ვარიანტი ნამდვილად საქართველოსთვის ჩემი აზრით და შანსი რომ ეს სომხეთი ამ გაფართოებაში ვერ მოხდება. სომხეთი მოხდება გეტყვისად, თუ შანსი ექნება და მართლა გაუძლებს რუსულ წნეხს, ჯერ კიდე ეს საკითხავი ამბავია. მე იმედი მაქვს, რომ გაუძლებს და საბოლოო ჯამში გაარღვევს მაგას, მაგრამ 20-30-ის გაფართოება არის ეხლა მთავარი გაფართოება, რომელიც იქნება. და ამაში უკვე ჩანს, რომ 100%-იანი მოხდება მაგალითად მონტენეგრო, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ალბანეთი, ჩრდილო მაკედონია, მოლდოვა, უკრაინა ძალიან დიდი ალბათობით იქნება თუ არა იქ სერბეთი და ასე შემდეგ, მან ცოტა კითხვის ნიშანია, საქართველოს ძალიან დაბალი შანსი.
უყურე როცა ეგ გაფართოება მოხდება ერთად თუ ცალ-ცალკე მერე დარჩება რაღაც გრეის პერიოდი რა დაახლოებით 3-დან 5 წლიან პერსპექტივამდე ის ქვეყნები რომლებიც რაღაცა მიზეზის გამო ჩამორჩებიან ამ მატარებელს იმათთვის რაღაცა პერიოდის განმავლობაში დარჩება ეს კარი ღია შეიძლება ეს რამდენი წელი იქნება არ ვიცი 1 2 3 დაახლოებით დიდხანს ვერ იქნება და იმასაც ახსნი რატო ზუსტად იგივე რა მოხდა 2004 წლის დიდ გაფართოების დროს როდესაც 10 ქვეყანა შევიდა ევროკავშირში და 2 გარეთ დარჩა ეს იყო არა რუმინეთი და ბულგარეთი და რუმინეთი და ბულგარეთი დარჩა გარეთ იმიტომ რომ რაღაცები ზოგმა ვერ გააკეთა ზოგმა არ გააკეთა და დატოვეს გარეთ ოღონდ იმაც მერე დაუტოვეს 3 წლიანი პერიოდი იმისათვის რომ იქ რაღაცები შეესრულებინათ და შეეწოლა ევროკავშირს რა ოღონდ ხო უყურე ოღონდ იმავე დროს 2004 წელს გაუხსნეს პერსპექტივა აღმოსავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. ახლა ვინც ახლა ხვდებიან ევროკავშირში. ოღონდ იქიდან აი ამ გაფართოების ტალღაში ვერც ერთი ვერ მოხდა და ვერც მოხდებოდა. შესაბამისად, ანუ აქ საყურადღებოა და ჩვენ არ უნდა თავი არ უნდა დავიმშვიდოთ იმით, რომ ამ გაფართოებაში ახლა თუ ავწდით ამას, მე იმის გაგრძელება გაფართოება რო იქნება იმაში მოხდებიან ის ქვეყნები, რომლებიც ამ გაფართოებაში იყვნენ და რაღაცა მიზეზით ვერ შევიდნენ. უყურე, შენ თუ ამ გაფართოებაში არ იყავი, იმის გაგრძელებაში ვერ მოხდები. და შემდეგი ამბავი, უყურე, როდესაც დიდი გაფართოება ხდება ევროკავშირში, იმას აუცილებლად მოყვება ანტიევროპული ტალღა. ანუ დიდ ევროპულ ტალღას ყოველთვის მოყვება პატარა ანტიევროპული ტალღა. რატო? აი, წარმოვიდგინე, რომ დიდ кейპს რო გადაიტანან ბევრს საკვებს რომ მიიღებ, ხო? და აი მეორე დღეს ხარ ცუდად რა. ეგრე არის ევროკავშირიც. ანუ ის რომ ეს ქვეყნები მიიღო და ანუ ასე ვთქვათ, შეითვისო აი ამ მონელების პროცესში, რომელიც რამოდენიმე წელი გრძელდება, აუცილებლად ამოდის მე ანტიევროპული ტალღა. და ამ ანტიევროპული ტალღის დროს რაცა უნდა მოინდომო ძალიან რთულია რომ მოხდა ევროკავშირში. ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი რომ ეხლა მოხდეთ და ამის მართლა ძალიან ცოტა შანსი, მაგრამ არის ჯერ კიდევ დარჩენილი. შენ თუ სომხეთის იმედზე იყავი და 5 წელი სომხეთს ეროდე როცა მიიღო ევროპულ პერსპექტივას და მე იმასთან ერთად თუ გაგიმართლათ 15 წელში მე მოხდები. ოღონდ შეიძლება საერთოდ ვეღარ მოხდა იმ ევროკავშირში, იმიტომ რომ ის კარი მე მარტო შენთვის და სომხეთისთვის უნდა გაიყოს და ეხლა 10 სახელმწიფოსთვის იღება, ხვდები? ამიტომ ეს არის უდიდესი დანაშაული, ეხლა რასაც ქართული ოცნება ჩადის და ეს დაუსჯელი უბრალოდ ვერ დარჩება. შანსი წელს შემოაბრუნებენ. ეს არის ვერაფერს ვერ შემოაბრუნებენ. ეს არის უპატიებელი დანაშაული მერაბ და მინდა რომ ძალიან ბევრმა გაიაზროს ეს მათ შორის ქართულ ოცნებაში, იმიტომ რომ რაღაცეები შეიცვლება ოღონდ აი ამ რაღაცა ტალახს თუ რაღაცას რომელიც ცხოვრების ბოლომდე ვერ მოიშორებენ ეს ადამიანები. ამიტომ სანამ დროა ჩვენც გავინძრეთ და ისინი მათთაც გაიაზრონ რამხელა შესაძლებლობას ყავთ. ეპოქალურ შესაძლებლობას პერსპექტივა. უბრალოდ რაღაცას დავამატებდი რა. შეაშფოთა ყველა როგორც ჩანს და მათ შორის რუსეთი ხა ლავროვი გამოვიდა და უკრაინის გაწევრიანება კარგი ევროკავშირში დაშლის ევროკავშირს. დაიშლება ევროკავშირი თუ უკრაინა გაწევრიანება. უბრალოდ დავამატებ ერთ რაღაცას რა ჩვენ ბულგარეთთან და რუმინეთთან შედარებით ის პლუსი გვაქვს რომ ჩვენ პატარა ქვეყანა და რეფორმების განხორციელება უფრო როგორ თქო მარტივად შესაძლებელია პოლიტიკური ნება თუ იქნება პოლიტიკური ნება არსებობს. ეხლა თუ შესრულდა ყველა ის თქვათ რეკომენდაცია რაც ევროკავშირმა მოგვცა და თუ ინტენსიურად მოხდა ასე ვთქვათ კლასტერების შახურა და გაიხსნა მოლაპარაკებები უნდა ასევე საინტერესო არის ის რომ ასოცირების შეთანხმების ტექსტი ჩვენ რო შევადაროთ იმ კლასტერებს რა კლასტერებიც არის მოლაპარაკებების ჩართული დიდი ნაწილი იგივე ჰარმონიზაციის კონტექსტში წინა წლებში შესრულებული არის რა ასე რომ ჩვენ თუ მივედით მოლაპარაკებების პროცესში მაგას იძახის ოცნება რომ ახლა ჩვენ ასოცირებას გავყვებითო და 2028-ისთვის მზად ვიქნებითო უკვე შესრულებული ვიქნება ყველაფერი ხო მაგრამ მან პოლიტიკური კომპონენტი შეიძლება ჰარმონიზაცია გააკეთო კონკრეტულ კანონებთან მაგრამ სასამართლო გექნება და რა თქმა უნდა ხა არის ბევრი რაღაც თუმცა რეალურად ეხლა 2026 წელი არის ხო ანუ 3 წელიწადში ჰიპოთეტურად შესაძლებელი არის ინდონემდე მიყვანა შენი იგივე კანონმდებლობის პოლიტიკური გარემოსი და იგივე სასამართლო სისტემის და ჩვენ გვაქვს სხვათა შორის შაბათს ექნება პრეზენტაცია მართლმსაჯულების რეფორმის და ჩვენი რეფორმის მიხედვით სასწრაფოდ რეალურად 3 წელიწადში ინდონემდე მივიდეთ რომ
ამ ტალღაში მოვყვეთ ხო ანუ ამ ყველაფერს გათვალისწინებთ თუ პოლიტიკური ნება იარსებებს და იქნება პროფესიონალური გუნდი ხო მიღწევადია თუმცა დღევანდელ მოცემულობაში რა თქმა უნდა ეს გამორიცხულია მაგრამ თუ შეიცვალა ვითარება მე ესე ცალსახად ნეგატიურად არ ვქნებოდი განწყობილი 2030 წლის გაფართოებამდე მაგრამ თუ იქნება ამის ნება ხო ანუ ეს სავსებით რეალურია და რაც შეეხება ლავროვის განცხადებას ხო ანუ ეხლა ეს ჩვეულებრივი ამბავი არის რუსების მხრიდან მაგათი ბაქი-ბუქი მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქვა რა ზოგადად ყველა ამბობს რომ რუსეთისთვისო ევროკავშირი ნატო და ასე შემდეგ წარმოადგენს საფრთხესო და ომს მაგიტო იწყებენ და ასე შემდეგ რეალურად რუსეთი აქ არც ევროკავშირში არც ნატოში არ არის საქმე რუსეთისთვის მთავარი საფრთხე არის მის საზღვრებთან ქვეყნის დემოკრატიზაცია და განვითარება ანუ რუსეთი თავის მეზობლებში დემოკრატიას ხედავს როგორც თავისი რეჟიმის საფრთხეს რომ შესაძლოა ეს დემოკრატიზაციის პროცესი მის ტერიტორიაზე შევიდეს რა და ამ კონტექსტიდან ფიქრობს ის ახლა ჩვენ რომ ეს სიტყვაზე ევროკავშირზე და ნატოზე თქვა თუ არის ნეიტრალურად გამოვაცხადოთ ქვეყანა და დავიწყოთ აქტიური დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკური განვითარება, ძლიერი ჯარი და ვინმეს გონია რუსეთი დაგვანებებს თავს პირიქით იგივენაირად მოგვიდგება როგორც აქამდე გვიდგებოდა უბრალოდ ევროკავშირი და ნატო ძალიან ნომინალურია რეალურად სხვა მიზნები ამოძრაობს მაგრამ და სხვა გასაგებია და პლუს იმპერიის აღდგენა ამოძრაობს ხო შეიძლება ცოტა რაღაც დავამატო კიდე მნიშვნელოვანი აქ მე რასში ვეთანხმები აქ ადამიანს რომ ესე იგი პოლიტიკური ნება არის თავარი და მნიშვნელოვანი ოღონდ უყურე რა დაინახა ევროკავშირმა მან დაინახა რომ მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ასეთი პროევროპულია ხალხს ასე უნდა ევროკავშირის წევრობა ასეთი რეფორმირებულია მან დაინახა რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა საქართველოს ვერ აკმაყოფილებს კოპენჰაგენის კრიტერიუმის ერთ-ერთ მთავარ ამბავს ინსტიტუციურ მდგრადობას ანუ რეალურად რა დაინახა ევროკავშირმა რომ საქართველოში უკვე რეფორმირებული ინსტიტუტები არამდგრადია იმისთვის რომ არ მიიტაცონ ანუ ივანიშვილმა მოახერხა რომ რეფორმირებული ინსტიტუტები მიიტაცა და ინსტიტუტები იმისთვის უნდა იყოს ქვეყანაში რომ პოლიტიკურმა ლიდერშიპმა რომ მოინდომოს ვერ უნდა მიიტაცოს და ეგ არის კოპენჰაგენის კრიტერიუმის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი რა და აქ მათ დაინახეს ის რომ ხვალ რომ ქართულს რომ თქვა რომ ეხლა ჩვენ ევროკავშირი გვინდა ანუ მათი ნდობა არ შეიძლება იმიტომ რომ ქვეყანაში ინსტიტუციური მდგრადობა არ არსებობს ზეგ შეიძლება ქართულს რომ გადაიფიქროს ის ხვდები და შესაბამისად ამას და კიდე მეორე ამბავი ანუ ევროკავშირმა დაინახა რომ რუსეთი ახერხებს წევრი ან რაღაცა წევრობისკენ მოძრავი ქვეყნების საშუალებით ევროკავშირის დისრუფციას რა ანუ ასე ვთქვათ საბოტაჟს და შენ სანამ გექნება ეს ბეჯი რომ რუსეთის მოკავშირე ხარ იქ გრანაიდრი ისინი არ უნდა მოახდინო რა ქვია რეფორმები ანათეს არ უნდა გაატარო იქ არავინ პოლიტიკოსს არავინ არ მიიღებს ანუ რუსეთის ასე ვთქვათ ტროას ცხენის როლს არავინ არ შეგასრულებინებს რა ანუ ესეთ გაზეთვალისწინებელი ამბავია მადლობა დიდი განაცემაში სტუმრობისთვის გიორგი რუხაძე და ნიკოლოზ ხატიაშვილი იყვნენ ჩვენი სტუმრები